თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დაკავებულ არასრულწლოვნებთან ზუსტად 6 საათზე შევლენ და სწორედ ამის შემდგომ გახდება ცნობილი, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ იმ არასრულწლოვნების წინააღმდეგ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროკურატურის განჩინების საფუძველზე გუშინ გვიან-ღამით ხელბორკილები დაადეს. მთელი დღის განმავლობაში ნია იმნაძის ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი მედიასთან არ გამოჩენილა და შესაბამისად უცნობია თუ რა პოზიცია აქვს თავად დაკავებულ პირს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზე ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა არასრულწლოვანს ხელბორკილები დაადეს. მისი დაკავების პირველივე წუთიდან გაჩნდა საფუძვლიანი კითხვები, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ, რადგან 10 თვის განმავლობაში ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა პირდაპირ მტკიცებულებები, რომელიც არასრულწლოვნის ბრალეულობას დაადასტურებდა და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ პერიოდის განმავლობაში ნია იმნაძეს არ აკავებდნენ. თუმცა გუშინ გვიან-ღამით, როგორც ჩანს, სახელმწიფო ბრალდებმა მიიღო შესაბამისი დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ნია იმნაძე დაეკავებინათ. ჩვენ მედიის წარმომადგენლებს ჰქონდა შესაძლებლობა გავსეუბრებოდით არასრულწლოვნის ოჯახის წევრს, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორთან იმყოფებოდა. მას დღეს მედიასთან ბევრი არაფერი უთქვამს, თქვა მხოლოდ ის, რომ დაკავებულ ნია იმნაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის მხოლოდ რეზონანსული საქმის გამო არის დაკავებული. ვერ გვეტყვით რამე, აი პოზიციასთან დაკავშირებით, ბრალს თუ ეთანხმებით ამ ბრალდებას, რა ბრალდებას ეთანხმებით, უდანაშაულოა, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა მტკიცებულებებია? არ ვიცი, ოჯახი ამბობს, რომ უდანაშაულოა? ოჯახი ამბობს, რომ უდანაშაულოა? ან კი გითხარი და ხელი პოზიცია რა დააფიქსიროთ? კიდევ ერთი პირი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გვიან-ღამით საცხოვრებელ სახლში ხელბორკილები დაადეს, ეს არის ანასტასია ბერუაშვილი, 17 წლის მოზარდი, რომელიც ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მასთანაც ზუსტად 6 საათზე შევლენ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები. ანასტასია ბერუაშვილს სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა უფლებადამცველმა დროებითი მოთავსების იზოლატორი. ის თითქმის 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა მის დაცვის ქვეშ მყოფს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ანასტასია ბერუაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, ის გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არც ერთ ეტაპზე ანასტასია ბერუაშვილს საგამოძიებო უწყებისთვის არ უთქვამს, რომ მას რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა მასწავლებელზე თავდასხმის შესახებ. მდგომარეობა მინდა გითხრათ, რომ არ არის კარგი, მას უხელჯერ კიდევ დაჭირვებია სამედიცინო კუთხით მომსახურება, დახმარება უფრო სწორად. ამჟამადაც დაჭერდა, იმიტომ რომ ჩემთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ზუსტად გრძნობდა თავს, შესაბამისად დაიწერა განცხადება და მოთხოვნა სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით. შეიძლება რომ გადაიყო. არ არის გამორიცხა. დავის წარდგენა მოხდება რამდენიმე საათში ალბათ, დღევანდელ დღეს. ანასტასია ბერუაშვილი ფიზიკურად ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა, არც იყო და არც სადავოდ არ არის ეს გამხდარი, რომ შესწრებოდა რაიმე დანაშაულის ფაქტს და შეიძლებოდა რომ არ მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია. აი ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და სატელეფონო საუბრები რამდენჯერ მიმდინარეობდა, რა პერიოდში, რა დროის მონაკვეთში, ამას მე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ასეთიც მიმდინარეობდა ყოველ შემთხვევაში, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოგვიცხავ. მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. როდესაც გავრცელდა, ანუ მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეყვარებული რომ ყოფილიყო და თუ იყო, ეს იმას აღნიშნავს, რომ ის ინფორმაციას ფლობდა. ბატონი ეკატერინე კუპატაძე სისტემატიურად აკეთებდა ამა თუ იმ განცხადებებს და შემიძლია ვთქვა, რომ ცილისწამებულ განცხადებებსაც ავრცელებდა ჩემი დაცვის პოპის მიმართ. აი ზუსტად ეს გახდა საფუძველი. ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე ხო უკაცრავად არანაირ ურთიერთობაში არ ყოფილან. ერთმანეთი ყავთ მგონი ერთადერთხელ ნანახი რამდენიმე წუთი. ამდენად მათ არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ქონიათ, არანაირი კონტაქტი არ ქონიათ. იმ არასრულწლოვნების დაკავებას ეკა კუპატაძე პირველივე წუთიდან ითხოვდა, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდების განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს, თუმცა 10 თვე დასჭირდა საგამოძიებო უწყებას იმისათვის, რომ ამ ადამიანების ბრალეულობა დაედგინა. ახლა ორივეს ხელბორკილები აქვს დადებული, ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და რამდენიმე საათში უკვე ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რა მტკიცებულებები აქვს სახელმწიფო ბრალდებას არასრულწლოვნების წინააღმდეგ.